ზამთრის სეზონზე განსაკუთრებით ხშირად ხდება ხოლმე ვირუსული ინფექციები. ზამთრის სეზონი გამოირჩევა, რომ საკვებს ჩვენსასაც აღარ აქვს ისეთი ღირებულება და ისეთი მაღალი შემცველობა ვიტამინების და მინერალების, ხელი შეუწყოთ იმუნური სისტემის გარკვეულწილად კარგად ფუნქციონირებას, ჩვენ ხშირად ვიყენებთ ხოლმე ვიტამინებს და რომელიც თან არის ესეთი შეიცავს სხვადასხვა ვიტამინს, ანუ როცა არის ვიტამინებისა და მინერალების ერთად კომპლექსი, ესეთი უფრო მოგწონს, იმიტომ რომ პრაქტიკულად ყველა ის ნივთიერებაა, რომელიც ჭირდება ბავშვს და რომელიც ხშირ შემთხვევაში ამ სეზონზე, თქვათ, შეიძლება რომ დეფიციტი იყოს და ამ თვალსაზრისით, თქვათ, მარსიანჩი კი ძალიან ესეთი აღიარებული ბრენდია მშობლების მხრიდანაც და ექიმების მხრიდანაც, ამას განაპირობებს ეფექტურობის მაღალი მაჩვენებელი და ამავე დროს უსაფრთხოების ძალიან ესეთი განსაკუთრებული პროფილი, ევროპული ხარისხისაა, ამას რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. არ არის შეიცავს არც გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს, არც შაქარს, თქვათ, არც გლუტენს და ამიტომ ძალიან მისაღები არის პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში. როდესაც თქვა ჩვენ იმუნურ სისტემაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში ჩვენ შესაძლებელია სხვადასხვა ვარიანტი გამოვიყენოთ. შეიძლება გამოვიყენოთ უბრალოდ ვიტამინების და მინერალების სიროპი, რომელიც ამ პერიოდში იმუნური სისტემის ხელშეწყობისთვის ვიყენებთ, ასევე არაჩვეულებრივად გამოიყენება იმ ბავშვებში, რომელსაც აქვს უმადობა, კარგი ფორმა არის ინულინით, მარსიანჩიკი, რომელიც აქ უკვე შეიცავს გარდა ვთქვათ ვიტამინებისა და აქაც ყველა ვიტამინი არის წარმოდგენილი. გარდა ამ ვიტამინებისა, მასში არის სწორედ ის პრებიოტიკები. პრებიოტიკი ეს არის საკვები ჩვენი კარგი ბაქტერიებისთვის. ინულინს შეიცავს და დღეს ითვლება, რომ ინული ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში სასარგებლო ბაქტერიები განვითარდნენ და ეს სასარგებლო ბაქტერიები ხელს უწყობენ ერთის მხრივ ისევ იმუნური სისტემის ფორმირებას, ამავე დროს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯანმრთელობას უწყობენ ხელს. ბავშვობის პერიოდის ძირითად მახასიათებელს წარმოადგენს ზრდის და განვითარების პროცესი და ამ პროცესში ბავშვს განსაკუთრებით ჭირდება მთელი რიგი ნივთიერებები და ყველა მშობელმა იცის ეს, რომ ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია D ვიტამინი, ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია კალციუმი, იმიტომ რომ კალციუმის გარეშე პრაქტიკულად ძვლის ფორმირება ვერ მოხდება. სწორედ მარსიანჩიკ ფუტურაში D ვიტამინთან ერთად არის K ვიტამინი, რომელიც არის ძვალსახსროვანი სისტემის ჩამოყალიბების საუკეთესო ვარიანტი.